მინდა რამდენიმე ფრაზა ვთქვა დასაწყისში. აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულია და ყველა დღე არის განსაკუთრებული დღე და ქართული ოცნება რომ მთლიანად აცდენილია ხალხის აზრებს და ხალხის სულისკვეთებას და ხალხის გრძნობებს ვიცი, მაგრამ საუკეთესოდ არის იმისათვის, რომ გადახედონ თავის შეცდომებს და ამ კვირაში მაინც გამოსცენ ჰუმანური აქტი და გაათავისუფლონ პატიმრები, მათ შორის პოლიტპატიმრები. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რაც შეიძლება არ შესრულდეს და დიდი ალბათობით არ შესრულდება, მაგრამ ახალი, თავისუფალი, ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის აუცილებელი. რაც შეეხება უნგრეთის არჩევნებს, რა ვნახეთ? ის რომ უნგრეთის არჩევნები და გამარჯვება არის სამაგალითო, ვნახეთ ის რომ არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, უთანასწორო არის სისტემა თუ არ არის, ბრძოლა უნდა იყოს აქტიური და არ უნდა იყოს ბოიკოტი, უნდა იყოს აუცილებლად ოპტიმიზმის, საარჩევნო ნიჰილიზმის ნაცვლად, პოლიტიკა უნდა დაუბრუნდეს ხალხს, პოლიტიკოსები უნდა იყვნენ ხალხის სამსახურში. ჩვენ ახლა წარმოგვიდგენია დღეს რომ მაგიარს რომ ეთქვა, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებდა. ანუ რა იქნებოდა დღეს უნგრეთში, 16 წლიანი მმართველობა თუ ჰქონდა ორბანს, გაგრძელდებოდა კიდევ 4 წლით ეს მმართველობა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ აი ეს მესიჯები ეჟღერებინა, ადგა 2 წლის განმავლობაში ჩამოიარა ქუჩა-ქუჩა, სოფლებში, დაბებში, დიდ ქალაქებში, მოსახლეობას ელაპარაკა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, მომავალზე, ელაპარაკა იმაზე, რომ ევროკავშირში აუცილებელია მათი არაისეთი სუსტი წევრობა და ტრუასხენობა, როგორც არიან ორბანის პერიოდში, არამედ რაც არის მათი ეროვნული ინტერესებისათვის აუცილებელი. ანუ მადიარსაც ჰქონდა როგორი სისტემა ქვეყანაში. უმძიმესი კონსტიტუცია, სადაც უამრავი ცვლილება შეიტანა ორბანმა და ჭრადაკერა ეს კონსტიტუცია 2011 წლიდან, უმძიმესი საარჩევნო კანონმდებლობა ვერც შეადარებ ამ რეპრესიულ კანონმდებლობას რაც აქ არის, ტოტალური კონტროლი აბსოლუტურად მედიაზე. ტოტალური რადგან თვითონ შექმნა მედიისა და პრესის უწოდა ჩრდილო კორეული ტიპის პროპაგანდის ფონდი ქონდა შექმნილი და აქვს რაც არის მედიისა და პრესის და მთლიანად აკონტროლებდა ამ სისტემას. ყავდა ქვეყნიდან გაძევებული პირების, დამორჩილებული უამრავი ადამიანები, მათ შორის ოჯახის წევრები, რომლებიც კორუფციაში, ტენდერებში იყვნენ ჩართულები. ანუ ეს ყველაფერი სასამართლო, მიტაცებული ინსტიტუტები, ყველაფერი იყო უნგრეთში და ვნახეთ, რომ აი ამ ყოველდღიურმა ბრძოლამ გამოიტანა შედეგი. ანუ ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? 2022 წელს ასევე უნგრულ გაკვეთილებს თუ გავითვალისწინებთ, ოპოზიცია გაერთიანდა და მათ ყავდათ საერთო ლიდერი, რომელიც იყო აი გრიგოლ გეგელია იყენებს ხოლმე ფრაზას უნგრელი დიმიტრი გელოვანი, ანუ ყველანაირად ყველა მონაცემით შემკული ადამიანი, მაგრამ ოპოზიცია დამარცხდა. ამიტომ ვამბობთ, რომ საჭირო არის ოპოზიციის აი ტოტალური ორგანიზება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ პარტიად და ერთ ალიანსად გადაიქცე. აუცილებელია ყველა ამომრჩეველს თავისი არჩევანი ჰქონდეს და აი ამ შემთხვევაში ბრძოლა აუცილებლად მოიტანს შედეგს. ალიანსი იყო 2022 წელს, მაგრამ დაამარცხა ორბანმა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ახლა უკვე 2026 წელს, უმძიმესი ცვლილებების ფონზე ვნახეთ, რომ ძალიან დიდ პროცენტიანი სხვაობა დაიდო და ხალხმა ირწმუნა იმის, რომ გამარჯვება არის გარდაუვალი. თუ ჩვენ ადამიანებს არ აუხსნით, რომ არჩევნები არის საუკეთესო საშუალება, თუ ჩვენ ადამიანებს არ აუხსნით, რომ თითოეული ხმა არის გადამწყვეტი და აი თქვენ ნახეთ ორბანის ვირეშმაკობა, რაც მან გააკეთა საარჩევნო დღეს, დაიწყო წინასწარ საუბარი ფიდესის ხმებით, რომ ტიშა აყალბებდა არჩევნებს. ანუ რატო დაიწყო? მას იმედი ჰქონდა კიდევ, რომ პატარა იქნებოდა ცვლილება და სხვაობა ხმებს შორის, შემდეგ წავიდოდა ამ საქმეებით სასამართლოში, სასამართლო მიტაცებული და შემდეგ უკვე გადაიფორმებდა ამ ცვლილებებს შეამცირებდნენ და სხვაობებს, მაგრამ როდესაც უამრავი ადამიანი მოვიდა, იქ უკვე მიხვდა, რომ წაილეკა მთლიანად ეს სიტუაცია და ვეღარაფერს ვეღარ იზამდა. ამიტომ არის საჭირო, რომ
მოქალაქეების ჯარი იდგეს არჩევნების დღეს, რაც უფრო მეტია აქტივობა, მით ნაკლებია შანსი გაყალბების. მაგრამ აი უყურეთ აუცილებელია. კი ბატონო, მადლობა ლანა, მოქალაქეების ჯარი რომ იდგეს, ამ მოქალაქეებს უნდა მოუნდეთ მისვლა არჩევნებზე და უნდა შეიქმნას ეს ჯარი. თუ მუდმივად ესაუბრები რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, თუ ესაუბრები რომ რუსულ სპეცოპერაციაში შედიან, თუ იმაზე ესაუბრები რომ აი ხვალ ქართული ოცნება ჩააბარებს ცესკოს, ჩააბარებს რა ვიცი, ყველა საუბნოს არჩევნო კომისიას და თვით ლიკვიდაციას გამოუცხადებს საკუთარ თავს და სახში წავლენ და გადმოაბარებენ გამარჯვებას, ეს არ მოხდება. ბრძოლის ყველა ინსტრუმენტი გამოსაყენებელია. ბრძოლა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, არჩევნების გზით, ბრძოლა უნდა იყოს საპროტესტო აქციების მიმართულებით და ყოველდღიური კომუნიკაცია ხალხთან. აი ჩვენ რო ვსაუბრობდით 1000 ლარიან პენსიაზე, რო ვსაუბრობდით მეგაპროექტებზე, სოციალურ დახმარებებზე, გვეუბნებოდ რა დროს ეს არის ქვეყანა გადასარჩენი. გადასარჩენი არიან მოქალაქეები. ქვეყნიდან გადის მოქალაქეები და მხოლოდ სკოლაში შეწყვეტილი აქვს სასწავლო პროცესი ამ წლების განმავლობაში 22,000 ბავშვზე მეც. ანუ წარმოიდგინეთ, ემიგრაციაში არიან წასულები. ეს ხალხი თუ წავიდა ემიგრაციაში და ქვეყანაში არავინ არ დარჩა, ამ შემთხვევაში ბრძოლას როდის ვიწყებთ?